საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. კონფერენცია რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. მან რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის საქმიანობა მიმოიხილა, ხოლო ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯოზეფ გარელმა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კონფერენციის სამუშაო პროცესში ჩართულები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, ასევე საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები. კონფერენციის ფორმატის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც. ეს არის უნიშნულოვანესი მოვლენა საქართველოში და ჩვენ ქვეყანაში. რამე თუ ჩვენ დიდი ხანია მიერთებული ვართ ბოლონიის პროცესს და ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ასოციაციის წევრები, როგორც კონფერენცია, ასევე ვართ სხვადასხვა უნივერსიტეტები. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და ყველაფერი შეუძლებელი იქნება რომ არა საქართველოს მთავრობის ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტებისათვის. მოგეხსენებათ რომ საქართველოს გახლავთ ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხარისხის მიმართულებით რამდენიმე კონვენციის წევრი, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტებმა განაგრძონ სვლა ევროპული სტანდარტებისკენ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ კოლაბორაციას და ძალიან გვინდა რომ ეს მიმართულებები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფნა საქართველოში. ჩამოვედით იმისთვის რომ ვისაუბროთ ძირითად გამოწვევებზე, ძირითად სირთულეებზე და საერთოდ სტრუქტურაზე, რომელიც საქართველოშია და შესაბამისად ჩვენ ვიცით რომ საერთო ღირებულებები გვაქვს და მივდივართ სწორ გზაზე იმისათვის რომ განათლების სისტემა იყოს რეალურად ნამდვილად ძალიან კარგი და სამაგალითო.